რაღაცას გეტყვი, ხომ დაიფიცე რომ არ მეჩხუბები. არ გეჩხუბები, მითხარი მიდი. ეგრე არა, ვინმე დაიფიცე. აი მე ანასტასიას გეფიცები, თქვი? ჩათვალე რომ აქ ფიც გატეხავს, შენს გეჩხუბება და მე კიდე გატეხილი ფიცის გამო გავიტრობები ავტომატურად. თქვი ახლა შენ კიდე დააყენე საშველიო. ჩვენი მეზობელი როა ლიზიკო ეგ მომწონს და საჩუქარი მიუტანე სახლში. ვა, ლავსტორიც გაიჩითა, რა ჩუქი. რა დაყუთით რო გქონდა დანები და ჩანგლები ეგ, რო არ ვიყენებდით. დედა, ჩემი ვერცხლის ნაბორი. დედა, გოგო თუ მოგწონს დანაჩანგლის სერვისი უნდა აჩუქო და გენერატო შენ. მაინც არ ვიყენებდით და რაც გინდოდა. დედა, რა გამიგერდა. ანასტასიას მზითები იყო ეგ, რო გათხოვდება ვერ გავიგებ, ხელს არიოს ხوار გაუშვებ ოჯახიდან. კარგა ხანი ჯერ მე არ ვაპირებ ფერსად წასვლას, ეგ იცოდეთ. ხო, ესმა ხო, მოურთმევია თქვენთვის დანაჩანგლის ნაბორი. მოგეწონათ, რატო არ მოგეწონებოდათ? კი, მადლობას ეთყვი, აუცილებლად. ანასტასია შემდეგ ზეცი რა მინდა ვაჩუქო? ჭიქები რო გაქვს, ხო იცი შუშის 12 წელი რო აწყვია ყუთში, ეგ. უკაცრავად გადაიწიეთ რა ცოტა? გადაიწიეთ რა. ზარევით რა შეუძლებია. უკაცრავად ხო ვერ დამცვავდით მან გოგონა. ამ ვერ ფეხი მткиვა. ფეხმძიმედ ვარ, დამსვი ახლა. მუცელი არ გეტყობათ საერთოდ ქალბატონო. ამ კაცს ხო აქვს დიდი მუცელი. ეს დასვით მაშინ ეს არის ფეხმძიმედ. ჩემთან არ გიდათ ქალბატონო, რა ვჭამე თქვენთან? მე ვჭამე ამ ავტობუსში რო ამოვედი. ვაიმე, რა ადგილას ვართ, ვერ ვხედავ და დიდი დიღმის შესასვლელში ვართ ქალბატონო, გუდვილთან. მანდ ნახევარი საათის წინ არ ვიყავით? მე რასაც ქალბატონო ვერ ხედავთ, წევით დადის ავტობუსი. ხო, ისეთი შეკრულობა ქონდა, რომ 3 დღე გაუგრძელდა. შეკრულობა. ხო, ვერაშვებოდა. სახში და ევროკავშირში ერთობლივად შევალთ ჩვენ მე მგონი. ვაიმე, თუ გახვალეთ რას ამოდიხართ კაცო ავტობუსში, 1000 ვირუსია და ავცელებთ. რა ვირუსი ქალბატონო, ორი პაჩკა პაპიროსი მოუძია მარტო ავტობუსში. ისა ნოტარიუსთან გააჩერით რა მოთხოვნითზე. ვაიმე, ვერ გაიგო მე მგონი. ნოტარიუსთან გაუჩერეთ ამ ქალბატონს, ანდერძვიან დაწეროს გონია იმდენი ხანია ავტობუსში. ასაღარი ტყვიან. შენ მაინც არ დამსვი ხო? კი ბატონო. ვასო გამწუყნეს იქითაუბნით ბავშვებმა. აუ მარიკო, სუდალე უჯებული გაქვს თვალი, ვინ გცემა? აუ ვასო რანიობი ხარ? მართალი კი არ არის რაც ეს ეკრასკავებით დავიხატე. აუ ჰელომინზე არ წავიდეთ, დედა ჩვენებს უთხრათ და წაგვიყვანენ. აუ ვიცით სატარდება? ლიდერ სპორტ არენაზე ზეკ. ის როა ირაკლი კამკუსა, ეგაკეთებს ძალიან დიდ ბურგერს და უფასო იქნებაო. 29-ში 2 საათზე. აუ მეც ვთახე ახლა რა კაია. სახეზეთ დავიხატოთ რაღაცეები, გრიმები და მაკიაჟები. რავი, შენ თუ გინდა დაიხატე, მაგრამ იგი იქნება ერთი გოგო და დაახატავს უფასოდ ბავშვებსო. ედო გუშინეგეც კამკუსას თორზე. აუ ცოტნესაც რო უთხრათ, მაგრამ მე დედამისის მეშინია. ისე ცოტნეს გრიმი კი არ დაჭირდება, დედამის დალიუჯებული ყავს სულ. აუ რანაირი ქალია ცოტნეს დედა, ჩვენც გვცემა. ნუ მე არა, რო დაინახა ჩალურჯებული მქონდა თვალი, ეს უკვე ვცემეო ეგონა და თქვენ გცემათ. ჩემთვის არ დაულურჯებია თვალი, ცხვირში რა მქონდა თითი მაშინ ჩამარტყა. არა უშავს გაგვივლის მანამდე. 29-ში კი გვექნება, მაგრამ იქ მაინც ვერავინ არ მიხვდება, მართალია თუ ტყუილი. ხო, მე უთხარი უკვე დედა ჩემს და ეხლა ასულე და ეჩხუბება ცოტნეს ძიტას. აი მოდის დედა ჩემი. ვერ არის ეს ქალი, ხო იცით რა? ადექიო მარიკო წამოდის სახლში. ინგა სამსახურში მივდივარ და უცებ ყავა მომიდუღე რა. მოვადუღე მანდდევს, გაახილე თვალები მიკერილი რო გაქვს. ერთი ყავა მეც მომიდუღე ინგა. ინგას მოგცე მე შენ. დალი გოგო ეთყავა შენ კიდე გაცივდა. ხო დავლევ, ფლიპმენს თამაშობ. დავრეგისტრირდი მეილით და ეხლა შევედი. რეიტინგი უნდა ავწიო. რეიტინგი კი არა, თმები აიწია შუბლიდან და გამოაჩინე. ლამაზი შუბლი გაქვს შენ, მე მგავხარ მაგით. აბა ნაგავს ვინ გაიყოლებთ? ახსენე ნაგავი და ყრუბდებიან ეგრევე ორივე რა. აუ, სულ ნაგავს მაწანი მე. ჩემი კლასელები სკოლაში რომ მოდიან, დედები სენდვიჩებს და წარმატებებს აწანენ.
მერე მეცხო გატანო მარიკო, აი სენდვიჩი და წაიღე. აუ, ჩემი სენდვიჩი იყო, რატომ მიეცი? აბა არ გეკონტაქტები შენ და არც მაგი შემჭმელი არ იყავი. აუ, რა გავაკეთო, ძალიან მაგარი პრიზებია Flip-ში ყოველი კვირის ბოლოს. უნდა მოვიგო. Galaxy Buds 2, Galaxy Z Flip 5 და კიდე ბევრი რაღაცა. ჩემი ყავა სადღა? წავედი მე სკოლაში. ცეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მე-4 მაგიდისთვის. აუ, რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი, ერთ-ერთი მოვიდა, მე-7 მაგიდა. ხო. ზა? მაგათ მე მოიმსახურები, მე მიმიშვი. გამარჯობა რას მიირთმევთ? გამარჯობა. შერაკინდაკ. რას ქვია ქრამინდა ქალბატონო აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა, თეკლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხამე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რაიმეს? აუ, მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი, მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღე, მაგმაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი, ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარათით ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ, მე მარტო ბარათი მაგდო. კი ვიცი, ქალბატონო, თქვენ ხარ გაქვთ ქეშად თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი, აი აიღეთ 100 ლარიანი. რა ხუდა არ გნებავთ? ძალიან კეთილი ხარ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. გამარჯობა, რა შეუკვეთავთ? გამარჯობა, მე ერთი ცეზარი და ერთი ალუბლის წვენი თუ შეიძლება. კი ბატონო, და თქვენი შვილისთვის? რა ჩემი შვილი, ჩემი მეუღლეა. უკაცრავად, თქვენ რას ინებებთ? მე ერთი კარბონარა და ერთი ამერიკანო, რა უშაქროთ. კი ბატონო, ახლავე. დესერტსაც ხომ არ მიირთმევთ? აუ, რა ვიკო, გვინდა დესერტი? კაი, არ გვინდა იყოს. რანერი მიმტანია. აუ, ნინი, ისეთი წყვილი შემოვიდა, რომ იმ გოგოს ქმარი შვილი მეგონა. გოგო, ეგენი ძალიან ხშირად შემოდიან აქ და თუ გინდა მაგათ მე მომსახურები და შენ თელს მიეხმარე. გოგო, ვერ ვიპოვეთ მე დათიო მიმსაფულის პატრონი და 100 ლარიანი გავინაწილეთ. შენი წილი შავი ჯიბეს ჩაგიდე მეორეში. ჯიგარი ხარ. კაი, მაგათ მე მომსახურები და მიდი შენ მეორე მაგიდას მომსახურე, ახლა რა შემოვიდნენ. ხო, კაი გოგო ანასტასია, მალე ითვისებს ძალიან. მოგესალმებით, რას ინებებთ? მე ორაგული, ტკბილცხარი соусით. მე სტეიქს ავიღებ medium rare-ს და ორი ყავაც რა. გასაგებია. ვარდებსაც მოგართმევთ ცოტა ხანში და სანთლებსაც ავანთებთ, მეტი რომანტიკისთვის. რა სანთლებს აანდებთ და ძმა ვართ ჩვენ? აუ, ჯიამ ნამწყებს რატო არ მაჭმევ მე? აი მე სტუმრებისთვის ამეთქი ეს, მე რამდენად გავიმეორო, ვერ გავიგე. დარჩება საღამოს და შეჭამთ მერე. ხო, რა პრობლემაა? შვილები ნასოფრალზე შევესიოთ. საჭმელიც არ მაჭამე, დილიდან გამოფიტული ვარ. დედა როგორ ჩაუკიწკიწებიათ. საღამომდე არ გამოხვათ ოთახებიდან იცოდე. მოდით გოგოებო, მოდით. დასხედით რა, მან გადავიდან თეფშებზე და ჩაუსხდეთ ეხლავე. ინგა ეს ბაყაყის სალათი მოგეტანე. აი მე რა ბაყაყის სალათი? ყაბაყის. კაილია დაგესინჯავ ამას საღამოს. წყალი სად არის? ხო გაფრთხილე მაშინ შემოხვიდე მეთქი. წყალი სად გვაქვს? დალია მიდიონკანთან. ვინი ძალიან გემრიელი ეკლერია, მადარტია ხო ესა? ძალიან კაია. კი, ესეც ძალიან გემრიელია. ზუ. მაგას შუქვიალია დეიდა და არ მაჭმევს. აი მე გოგოებო ესეთი ორნახატი არაყერო თავიდან დაიბადებით რა. ხო და მოდი ამჭიქით გაგვიმარჯოს ამ კორპუსის გოგოებს რა. ჭიქასად გვაქვს ნებისმიერი. აი მე ოღონდ სამზარეულოში შემოვლიდეს რა. არის სად არის ჭიქები? რისთვის გინდა? წყალი უნდა წავიღო. და წყალი ხო წაიღე ზეღან კაცო. ეგ ანასტასიასთვის იყო, გული აქვს წასული და ხალი ჩაზეწევს იქით. ომარიკო გამოდი და გაგვიანდება. შეხეთ როგორ დაიზლაზნება რა. გამოდი ახლა დროზე. ინგა რო ყვირი ხომე უფრო იბნევა იქ ბავშვი. წეღა რო დაიყვირე კარაქენიპურის მაგრად მაგიდის ტვილო მოკბიჩა. ტელეფონით დატენება ჯამავიწყდა და უტელეფონით რო წავიდე. წადი ხომერე მე მოვალ წამოსაყვანად მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ. მაგას გაგაყოლებ ნოვატორში. დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68 ეგ არის.
ტელეფონი თუ არ გაქვს რობოტით დარეკი. მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავ ეგ რობოტით დარეკვაც შეიძლება. აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა, შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს. კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო, განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს, მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან. ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა. ხო და ეხლა დედამისს უთვალებს მაგ რობოტით თავის უფროს შვილს. უი მართლა? ძნელია მაგ რობოტის აწყობა? ინგა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსული რა. ტიხავს. კაი ხო, რა ვქნა მშობელი ვარ კაცო. აჰა მოვიდა ტაქსი მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას. ანასტასია შენ ტელეფონი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გიდეკავ. მე გამტაცებელი მირეკავს მე მგონი. ვარკეთილში ტაქსი წამომიყვანა არასწორად და მშველას ითხოვდა ქუჩაში. მე მოგიკუდეს დედა. დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ. გაიხარეთ. ინგ ახლა შენ ცუცუბიძის 68 მივუწით რომ ვარკეთილში წახვიდე. პირდაპირ რეისები გაუქმებიათ თურმე. ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩიტე, მოდით აქეთ. რა გაჩიტე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ იყოს მაინც არ გაჭმევდი მაგ სკვინტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყვარო ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხვიში თიც და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩიტე თქვი? სკოლაპი ხო გაქვთ ორივეს, გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოაგროვი გლიტერები და გადაცვალი სარგებელში. რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო, დავალებებს წერდა. შეიძლება ისე უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ, ვითო არ ეთყობა ცრემლების სახეზე. დედა ჩემმა მომიყვარო თურმე ცოტნე უთრებია დედამის თმებით. რო გავუშვა თურმე თმები ქონდა ხელში შერჩენილი. აუ რა დროს თმებით თრევა, დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო, დავიწყოთ რა. ბავშვებო, შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარს ჩანთას ართმევს. აუ როგორ ჩხუბობენ. ომარიკო, დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო, მოდი მომეხმარეთ, კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლდა ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობას. ხოლმე და ჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია არ მაგალდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქოს უთაშორეს ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია, ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. თვასრომ დაინახეთ და ჩემი და გამოვიქეთით აქეთ. აჰა, 4 ბავშვი იყო, ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათა სახში არ მიხვდეთ, რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. ინგა სამსახური ვიშოვე. ვინ დაიწყო მუშაობა რესტორანში? დედა რა კარგია, ანასტასია, ვის აქ ჩემი ვალი? ეს მევალეები ხო ვერ მოვიშური რა. იმდანად დავიწყე მუშაობა ბანკირად კი არა. ყველაფერს გავისტუმრებ ხილფასზე. აი, დედის ამაკს ვერასოდეს გაისტუმრებს შვილი. რა გინდა რა ზემინა მივოკებ ახლა? არაფერს არ გინდა მივოკებ მე ხა ისე ნუ გამომიყვარო გეგონება კრემისფერი შარფი მქონდეს ანახი და 40 ლარი მჭირდებოდეს. აუ მე რა უნდა მეყიდო ანასტასია? ვინ მელაპარაკება? რატო უნდა გიყიდო შენ საერთოდ რამე რა გააკეთე გუშინ? არაფერი. რა გააკეთა? დამიწყებია გუშინ ჩემი ოთახის კარები ჩაკეტვა თურმე და რო თვერქავდი ვიდეო გადამიღო. რა შვებოდი? ვთვერქავდი რა არის? თვერქავდი, ანუ სწავლობდი. ინგლისურად თვერქ ნიშნავს სწავლას, მეცადინეობას. კიდე კაი როუსთვის გაგიგზავნია ეგ ვიდეო. იმედია არ დავაგვიანე. ანასტასიას ცეკვის ვიდეო მოგიტანი და გადაიწერე ტელეფონიდან. მესენჯერზე არ გამოგიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი პაროლი იცის და ნახავდა. იმედია რომ სუფთად მოქმედებდი. მაჩვენია ბა. ეს ვიდეო რა არის? 15 ლარი. კაი გამომართვი. იმედია რომ კიდევ ვითანამშრომლებთ. ანასტასია შეხედე სამსახურს რო ეძებ, რა ვიპოვე სადარბაზოში? ბუკლეტი. მომაჩვენია ბა. სულ ახალი ალბათ დღეს გააკრეს. ვიძებთ მენეჯერს კვირაში 5 დღე ანაზღაურება 1800 ლარი რა. დედა რა კარგი ანაზღაურება ანასტასია, მაგრამ რის მენეჯერს ეძებენ კაცო? ბევრი არაფერი არ წერია და როგორ გავიგო? მან ტელეფონის ნომერი აწერია ზედ და დარეკე. ომარიკო, ვის ელაპარაკებოდი შენ დილით ტელეფონზე რო ჩურჩულებდი? არავის, ვასოსალიზის ველაპარაკებოდი ჩატში. შვრიკო. გამარჯობა, სამსახურთან დაკავშირებით გაწუხებთ. დიახ, რის მენეჯერის ვაკანსიაა ეს? სოფლის პროდუქტების მაღაზია. აი რო ვამბობ ისევ სოფელი გადაგვარჩენს მეთქი ვარჯერად თქვენ და.
მე გლანში ვცხოვრობ და კი ინგლისურიც ვიცი. კი მოვალ გასაუბრებაზე რა თქმა უნდა მომწერეთ მისამართი. მგონი სამსახურები შუი. კარგი დროებით. ხო, ვერაფერს ვერ მიხვდა. ვერც იმას შე რა გამომატანე ეგ ბუკლეტი. ომარიკო ამ გვერდზე თუ შეგეშალოს დაწერა. ჩათვალე რომ მკვდარი ხარ რა. კაი, აღარ შემეშლება. რა დავაწერო თავზე, რომელი თვეა ეხლა? ოქტომბერია. დააწერე ხო, საშინაო დავალება. შეხედე რა დააწერა. ოქტომბერს მოგწე მე შენ. ოქტომბერი. რა გინდა, თვითონ მასწავლებელმა გითხრა რომ ესე დააწერეთო. არა, ოღონდ თავი გაიმართოს და რეებს ამბობს, გესმის? არაფერი არ მისმის ეხლა, ფლიპმენს თამაშობ. Samsung-ის საიტზე ჩაეშვა ახალი თამაში და მაგას ყომარო ფური საათია. გათამაშებაც იქნება მალეო ასე ამბობენ. ო, შენ იფრინე მან ვირტუალურ სამყაროში, აგერ შენ მაძმა წერა კითხვა არ იცის. დამიწერა აქ ოქტომბერი. მიყური ახლა ამოხია გვერდიც. დამიტოვა 4 ფურცელი რვეულში. აუ ეს მე დავწეროთ, მანამდე ბუნების წიგნში რო კროსვორდია, ეგეთ შესაძლებელი გვაქვს. ანასტასია, მათამაშებ მე მეც ფლიპმენს. შემოbrunდი აქეთ. მაჩვენე ერთი წიგნი. აჰა, 5 ცალია კროსვორდში, პირველი. დადის კედლებზე აკეთებს ქსელებს რა არის? სპაიდერმენი. სპაიდერმენი არა, ფლიპმენი. ვერ ახარ შენ რა. არ ჯდება. კაი, მეორე გავაკეთოთ. დაფრინავ სახლში ძალიან სწრაფად. აბა? კოღო იქნება. არა, ეგ არ არის. ვახ შენი. კიდე წავაგი. ბუზი. სიკვდილის ბუზი. გიუშ რა შვები აბა მოგვიყევი, იშოვი სამსახური. თუ ჩემსავით დროებით უმუშევარი ხარ შენს. აუ მე მგონი რომ ვიპოვე რა, მადარტის კურიერად ვიჩდები აგერ დღე-დღეზე მე მგონი რა. ვა, ეგ ძალიან მაგარია, მეც გამიგია სხვათა შორის და კურიერები მან 2500 ლარიდან 4000 ლარამდე გამოიმუშავებენო. ჩემი სამი ყოფილი მუშაობს, მან და ვიცი. აუ მე ზოგადად მანქანების დამოპირდების ძალიან მეშინია. არ დადგება ჩემგან კურიერი. არა მე ხო იცი ძალიან მაგრა ვატარებ რა ბავშვობიდან. თან ძალიან მაგარი პირობები იჩითება რა, ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოპედსაც თვითონ გაძლევენ რა ტიპები და საწვავიც მაგათია. ა თვითონ გაძლევენ მოპედსაც? და ყველას ეძლევენ თუ ვინც მაგათთან მუშაობს მარტო მაგათ? ვინც მან მუშაობს თეკლა რა გჭირსტო? ეგ არც მე არ ვიცოდი რა, მაგრამ ერთი ტიპია მან, თენგო, კურიერი და მაგან ამიხსნა რა. თენგო ვიცი, ჩემი ყოფილია ეგ. აუ ძალიან კაია მან დრო იწყებ მუშაობას. მე ცოტა სხვა რაღაცას ვეძებ და უნდა ვიშოვო უეჭველი ამ თვეში. რო სწავლის ფული გადავიხადო ხოლმე მე. არა სამსახური მაგრათა სწორებს, რა თან მანდარჩი სასულო გრაფიკს აირჩევო რა და მაგას მოერგები. ვახო მითხრა. ვახოც ვიცი, ჩემი ყოფილია ეგეც. აუ მანდ მუშაობს. აჰა, ქალბატონი თიკოც გამოჩნდა. სად იყავი გოგო აქამდე რა არის ეგ? გამოიცანით მადარტის დამწხრები გავჩითე და კურიერი ვინ იყო? რატი ჩემი ყოფილი? ეგ არის მესამე. ქალბატონო, ჩაბრძანდებით ამ გაჩერებაზე? არა, არ ჩავდივარ. კარგით, მაშინ ჩაგვეტარით რა ჩვენ ჩავდივართ. მე რატვინი შეჭამეს ამ ბავშვებმა რა. აუ ეხლა მას იცირას უზაო. კაი, ეხლა არ გინდა სკანდალები რა ძლივს მოვედით. აუ ხო სწორად მოვედით. კი ეგა, ნუცუბიძის 68. აქაა ნოვატორი და გამოვა ქალბატონი თეკლაც მალე. How are you გოგოებო, sorry რა დავაგვიანი რა ერთს ველაპარაკებოდი და. აუ, აქაც თუ ვიღაც ტიპი გაიცანი საღოლ შენ. რავი, რაღაცა ვერ ვიცნობ ვერავის. მე მოიხადე ეგ ტაქსისტის ქუდი რო გაფარია. კაი, ხო რაღაც პუნჩი მართალია. ვინ გაიცანი შენ? აი გამოვა ეხა და ნახავთ თქვენ თვითონ. ისეთ რაღაცებს მივყვებოდეთ თან გავიხიე სიცილით. მაგან თუ შენი სიცილი გაიგონა არ ამგონი ეხლა აქ გამოვიდეს. ავარიული გასასვლელით გავიდო და. აუ რავი, რობოტიკის ოთახთან იგდა და გამოვალო და. აუ რობოტიკის ოთახი ძალიან მაგარია სხვათა შორის რო იცოდეთ. ლეპტოპები, გაჯეტები, აიპედები, რობოტები ყველაფერი აქვთ. შენ უეჭველი რობოტი გაიცანი და გვაპარებ ეხლა. აბა თბილისში ახლა ის ბიჭი უცებ შენ არ იცნობ და. კი გადახვიდოდი კიბორგებზე. არა ქალბატონი ნამდვილი ადამიანია. ისეთ საიდუმლოებებს მომიყვარიც გაგებად დიდი ხანია მინდოდა. აი გამოვიდა. რა უნდა ამას აქ? გამარჯობა.